ამ ხელსაწყოების გარეშე პიცის გაკეთება თითქმის შეუძლებელია, მაგრამ დღეს ზაზას მათი გამოყენების უფლება არ ექნება. ნახოთ, შეძლებს თუ არა პიცის გაკეთებას. ყველაზე მეტად ის მაინტერესებს აქ როგორ უნდა შეაგდო რა. რას აკეთებ ახლა? დამით რა შეაგდო ღუმელში. თუ ხდებოდე რას აკეთებ? და ეხლა ეს გაუძლებს პიცას? ეგ რაღაცა ბიჭო. დავასტეპლერო უნდა. დასტეპლერება ჩაიშალა. ხოჩი, ეხლა მომიჩალენ იროები შენ ვაფშე რა უკვე და ყუთი გააფუჭები და იმაში ლარს ვიხდი ამ ყუთში მე. 22. ეს კი არ გააფუჭო ეხლა. აი ერთი დამზადდა ერთი ხელსაწყო. ერთი ხელსაწყო არის. ეს ამით რა შეატრიალოს პიცა ისე რომ არ დაიწვას ეს. ეს ორი ხელსაწყო ბატონმა ზაზამ შეცვალა, როგორ ნახოთ რითი შეცვალა. იცადე ეხლა შეხედა რა მოვა მე ვარ გავაკეთო. ხო. მომარტივო დააგდო. ვაიმე? არა, ვაიმე არა. გამოვიდა? კი. ცოტა აი ესე კი გამოვიდოდა. მე მეგონა შიგნითვე დაატრიალე. მე ხა შენ მიჩალი ჩემერო. აი. დავატრიალე მაინც აი. კი, ცოტა დამწურის არის. ცოტა ციგ არაუშოს, მაგრამ მაინც მოგო. ო, მართლა გავაკეთა ამან. ყველაფერი დასრულებული არაა. ზაზამ უნდა მოიფიქროს, როგორ უნდა გაჭრას პიცა დანის გარეშე. ამას გავავტყელებ, ესე გავატარებ მასა და მე დავჭრი. ეხლა თქვენ აკეთებთ დანას? ხო. შენ ზუხეთში მოხდები. არა, გაიჭრა რა გინდა, აჰა. კიდე გინდა? მაგენი აღარ უნდა, კაი, გავიგეთ რა შეგიძლია.